დიდი მადლობა, გამარჯობა, მადლობა რომ მოგვედით. ხო, თავად წიგნზე მოგახსენებთ თავიდან რამდენიმე სიტყვას როგორ მივედით აქამდე, ეს არის ტექსტი, რომელსაც საბჭოთა კავშირის სწავლების დროს ვიყენებ სკოლაში და რამდენიმე წაკითხვის შემდეგ ბოლოს ცხადი გახდა, რომ იმდენად მარტივი არის და სტრუქტურირებული, ძალიან მარტივად მოყავს მთელი აზრზე რა არის საბჭოთა კავშირი ზოგადად და ძალიან ზუსტი არის, როგორც ვიეთმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სულს რუსეთი, იმ ფორმით, რომელთაც ის არსებობს დღეს და არსებობდა მანამდე, მაინც ენაში არ ეყარება ხოლმე ეს მისი დამოკიდებულება, ამიტომ იკითხება ისე, როგორც არის ნამდვილად როგორც იყო საბჭოთა კავშირი, ფაქტებთან შედავება ვინმეს მოესურვება, შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ისევ და ისევ ეს თვითონ რიჩარდ პაივსი არის კაცი, რომელიც მუშაობს CIA-ზე, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე და მუშაობს ცივი ომის დროს და ებრძვის რუსებს. ამაზე ზუსტი ავტორი სხვა, რომელიც დაწერდა საბჭოთა კავშირის ბოროტებაზე, ამიტომ ის ბოროტების თვალსაზრისით უყურებს საბჭოთა კავშირს, თან არის პოლონელი წარმომავლობით, პოლონეთს ძალიან კარგად აქვს თავის თავზე გადატანილი საბჭოთა კავშირის სიავეები, ამიტომ ესეც დამატებით мотивაციას აძლევს მას, რომ ეზიზღებოდეს ეს ფორმაცია სახელმწიფოს. თავად ტექსტის შექმნასაც შეეხება რამდენიმე წელი გამოვიდა საბოლოო ჯამში, რაც მუშაობდით ამ ტექსტზე. იმიტომ რომ თავიდან თარგმნით კოვიდის პერიოდი იყო, მერე რედაქტირებას ძალიან ბევრი დრო დაუთმეთ და მარიამი, რომელიც არის ჩემი ახლა უკვე ყოფილი მოსწავლე, ანუ სკოლაში ერთად გავიარეთ ეს ტექსტი და შემდეგ მას ვთხოვე, რომ გაეკეთებინა რედაქტირება. რედაქტირებაზე მეტად ალბათ უბრალოდ ვაეძულებინე, რომ ბოლომდე მიმეყვანა საქმე, იმიტომ რომ არის ხალხი, რომელიც ამას კარგად აკეთებს და ჩემის გარდა სულ რამდენი. და მარიამი ერთ-ერთი აღმოჩნდა და ძალიან ხშირი ინტენსიური კავშირის შემდეგ უბრალოდ წვიმოდა ყოველ ჯერზე, რომ პასუხი არ მქონდა, გარედაქტირეთ, მივიტანეთ გამომცემლობამდე და დავიწყეთ ფიქრი დღევანდელ შეხვედრაზე. ერთ-ერთი საინტერესო გარდა თავად შინაარსზე, რომელზეც რამდენიმე სიტყვას მოგახსენებთ, არის ყდა და ყდაზე მუშაობაც საინტერესო იყო. მაგ პერიოდში უცებ გავრცელდა ეს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Midjourney ერქვა, რომელიც აგენერირებდა ნახატებს. და მე როგორც ნაკლებად ჭრეტელმა კაცმა, ჩემი კოლეგა უფრო საინტერესო რაღაცას ქვინდა ხოლმე, მე მაინც უფრო ბანალურს ფანტაზიის ამბავია. და მიუხედავად ამისა, ეს არის თავად იმ AI-ის შექმნილი ყდა, თაგები იყო კომუნიზმი, მოდერნიზმი, რომელიც და ჩემი აზრით ძალიან კარგად ასახავდა თუმცა ეს ყდა რომ ნახე, მივხვდი რომ უნდა ყოფილიყო წიგნისგან და შევინარჩუნე. არ ვიცი რამდენი ყდა არის დღეს გაკეთებული ხელოვნური ინტელექტის მიერ და ეს არის ერთ-ერთი. ჩათვალეთ რომ რაღაცა კიდევ უფრო დიდ სიახლესთან გვაქვს საქმე. სანამ უშუალოდ შინაარსზე გადავალ, მარიამს მინდა ვთხოვო ერთი-ორი სიტყვა მისი გამოცდილება ამ ტექსტით და ზოგადად რას ფიქრობ. როგორც გამარჯობა. ხო, ეს ტექსტი ხო როგორც ლევან მოგვიყვება გავიარეთ 12 კლასში, როცა ვავდიოდი საბჭოთა კავშირს 11 ბოლოში. და ცხადი იყო, რომ ეს არის ტექსტი, რომელიც უნდა წაიკითხოს ყველა ადამიანმა, მათ შორის ქართველმა, იმიტომ რომ ქართველებს გვაქვს ის გამოცდილება, რომ ამ რეჟიმში ვიცხოვრეთ უშუალოდ, იცხოვრა უმეტესმა ქართველმა, ვინც დღეს ცხოვრობს. და გვინდოდა, რომ ეს წიგნი ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. რომ კიდევ ერთხელ გადაგვიაზრებინა, როგორც საზოგადოებას, რა დიდი ბოროტება იყო და რო არ გავიმეოროთ იდეო შეცდომები, რაც გაიმეორა ვთქვათ იმ თაობამ და იმ თაობას, რაც სავალალო შედეგებიც მივიღეთ ამ ვერაგი რეჟიმის გამო. რიჩარდ პაივსი ზოგადად იმით არის ჩემთვის გამორჩეული ავტორი, რომ არის წერს საკმაოდ მარტივად, მაგრამ მეცნიერულ ენაზე. და აკეთებს ისეთ საინტერესო ჩაშლებს, რომ რაღაც გიდივით მიგიძღვის მთელი ტექსტის განმავლობაში. დასაწყისში სვამს რაღაც შეკითხვას
და თითქოს მთელი წიგნი არის ამ შეკითხვაზე ერთი დიდი პასუხი. და თუ სწორად მახსოვს, ბოლო თავში აჯამებს თავის მიგნებებს და იმდენად სწორად აქვს ჩაშლილი თვითონ კომუნიზმის არსია, თუ სწორად მახსოვს სამ ნაწილად ყოფს, ეს არის იდეალი, პროგრამა და რეჟიმი და ამის განცალკევების ხარჯზე ხდება იმ მიგნებების მოძიება, ასე ვთქვათ, მის მიერ, რასაც ის ამ წიგნში გვთავაზობს და მერე საბოლოო ჯამში შეჯამება უკვე ბოლო თავში, სადაც ესეთ საინტერესო დასკვნას გვთავაზობს, რომ კომუნიზმშია და მის იდეაშია პრობლემა და არა ვთქვათ იმაში, რომ ადამიანმა ეს იდეა ცუდად გამოიყენა, ან ცუდად, ასე ვთქვათ, განახორციელა, რაც ჰქონდა მარქსის იდეალები. თუ გაინტერესებთ ამ დასკვნამდე როგორ მიდის, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი და ხო ჩემი აზრით, ბევრ საინტერესო რაღაცას მიიღებთ ახალსაც, ის რაც აქამდე იცოდით სავარაუდოდ, მაგასაც ბევრსაც იპოვით და ჩემი აზრით, კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ზოგადად გადავიაზროთ ამ იდეოლოგიის არსი რა იყო. მადლობა, მე მაინც ამ მარიამის მიერ გაკეთებულ კლასიფიკაციას შევეხებ, აგისპოილერებ ცოტა, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი აზრით ღერძი ამ ტექსტის რამდენიმე მიგნება არის, რომელიც აქამდე შეიძლება სხვამ გაგონილი არ ქონდეთ და მაგით იყოს ეს ტექსტი გამორჩეული. გარდა იმისა, რომ ხო, მოკლედ ჩვენი პრობლემა რაც არის ხშირად ქართველები როგორც კომუნისტები აღვიქვათ, ფიქრობთ ძალიან ვულგარული გაგება არის კომუნიზმის და ამ გაგების ახსნას ცდილობს ფაიქის შესავალში, როდესაც მიჩნევს ერთმანეთისგან იდეალს, პროგრამას და რეჟიმს. და იდეალი არის კომუნიზმის თანასწორობა, მისი utopიური მდგომარეობა, სადაც ყველა ცხოვრობს ბედნიერად. პროგრამა უშუალოდ არის მარქსის მიერ შედგენილი პროგრამა, როგორ უნდა მივახციოთ ამ იდეალს და რეჟიმი არის საბჭოთა კავშირი, რომელიც ცდილობს ამ პროგრამის მიხედვით რაღაცა ხორცს შესხმის ამ პროგრამისთვის. და ისე იდეალზე ცოტა გამათებდი, რომ იდეალში არის პრობლემა, თანასწორობაში პრობლემა არ არის. თანასწორობა კიდევ ეს არ არის პრობლემა თავად, მაგრამ მარქსის მიერ დასახული გზა არის ხარვეზია, ეს არის ფაიქის დასკვნა და რა თქმა უნდა რეჟიმი ყველა რომელიც ცდილობს რომ ამ პროგრამის მიხედვით განახორციელოს იდეალი, განცილულია რომ გააკეთოს ერთ და იგივე, ის ატარებს ამას სიგიჟეს, ანუ თვლის რომ სიგიჟე არის ყოველ ჯერზე თავიდან დაიწყო მარქსის იდეების განხორციელება. მისეული ოღონდ არ არის მისი დეფინიცია სიგიჟის, არის აკეთო ერთ და იგივე რაღაცა და გეგონოს რომ სხვადასხვა შედეგი ექნება. და როგორც მარიამ თქვა ბოლო ნაწილში, ნაწილებად აქვს დაყოფილი პირველი პერიოდი ლენინიზმი, მერე სტალინი და შემდეგ მესამე სამყარო და ძალიან ბევრი მაგალითი ისეთი, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით, ანუ კომუნისტური რეჟიმები, რომლებიც სოფიოს გარშემო დაფუძნდა და ყველა ერთი და იგივე გზით წავიდა სისხლისღვრით. და შედეგები ჰქონდა სავალალო თავად ამ საზოგადოებისთვის. ამიტომ ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ იყო პრობლემა, არამედ ყველა დანარჩენ რეჟიმსაც მსგავსი მახასიათებლები ჰქონდა. მნიშვნელოვანი რატო არის ეს სამი რამ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, თუ როდესმე ქართულ მემარცხენეებთან ვისაუბრიათ და კომუნისტებთან ცოტანი არიან, მაგრამ არიან. ხშირად შეატყობთ, რომ ძალიან წყინთ, როდესაც საბჭოთა კავშირს აკრიტიკებთ. რო უთხრა რომ ეს სტალინის დროს ეს ხდებოდა რაღაცა, უშუალოდ გულზე იხებენ ხოლმე და იწყებენ ამის გამართლებას, რომ მარტო ცუდი არ ხდებოდა, კარგი ცხო ხდებოდა, იქ ქარხანა აშენდა, აი დააგვირდით ავტობუსის გაჩერებები, რა ლამაზი მოდერნისტული ჰქონდა ხელწერით გაკეთებული ნაშენები და არქიტექტურა ყავდა და ასე შემდეგ. და პრობლემა არის ზუსტად აქ მასში, რომ ვერ ანცალკევებენ ერთმანეთისგან იდეალს და ამ ორი სხვა რაღაცისგანაც არის რეჟიმი და პროგრამა. დაახლოებით იგივენაირად წინთ ხოლმე რელიგიურ ადამიანებს, როდესაც მღვდელზე იძახი რაღაცას, არ ვიცი რამდენად ზუსტი განალელია, მაგრამ დაახლოებით ეს თუ გიგამათიათ ხოლმე, თქვათ რომ ეუბნები, რომ ეს კონკრეტული მღვდელი ცუდად მოიქცა, როდესაც თვალმა აღავლინა წირვა. და ამბობენ, რომ ათეისტი ხარ, ანუ იმედიან პირდაპირ იდეაზე, რომ თქვათ ღმერთს უარყოფ, თუ კი მღვდელს უარყოფ. იმიტომ რომ იგივენაირი სტრუქტურა აქვს რელიგიასაც სხვა ორგანიზებულს. ეს არის ღმერთის კონცეფცია, მიღმური სამყარო, არის პროგრამა, უშუალოდ ახალი აღთქმა და არის კონკრეტული რეჟიმი, რაც არის დღეს ეკლესიის ფორმით აქ.
და ზუსტად იგივენაირად რეჟიმზე შეხებად კივათ ხოლმე იდეალია. გონიათ რომ შენ როდესაც რეჟიმს აკრიტიკებ, აკრიტიკებ იდეას თავად. და სინამდვილეში რომ ჩახსნა ყველასთვის უკეთესი იქნება. თუ ჩვენ მივიღებთ იმას, რომ შეიძლება მთელი აკრიტიკო იმის გარეშე, რომ თქვათ შეეხო ღმერთს, კრიტიკა უფრო ჯანსაღი იქნება. ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ საბჭოთა კავშირზე იმის გარეშე, რომ თანასწორობა დავაზიანოთ, ან თქვათ თანასწორობის იდეალი დავაკნინოთ რამენაირად. მეორე მხრივ, თუ თქვენ გისაუბრიათ უფრო კაპიტალისტ ადამიანებთან, გიგამათიათ სხვადასხვა საკითხზე, ყველა პროგრამა, რომელსაც თქვათ სახელმწიფო აკეთებს ამა თუ იმ ქვეყანაში, ამერიკის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ობამამ ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შემოიტანა და მას ეძახდნენ კომუნიზმს. ანალოგიური სისტემის მიხედვით ხდება აზროვნება მანდატს, რომ შენ ხედავ რაღაცას, რაც ახასიათებდა კონკრეტულ რეჟიმს და შესაბამისად ფიქრობ, რომ ის ყველა რეჟიმის ელემენტი, რაც ამ რეჟიმს ახასიათებდა, თან უნდა მოჰყვეს ამას. და ეს ასე არ არის. ჩვენთანაც ყოველ ჯერზე, როდესაც თქვა რაღაცა ყოველდღიურ ჯანდაცვა, სტუდენტებისთვის საცხოვრებელზეა საუბარი, ნებისმიერ სოციალურ პროგრამაზე, როგორც კი იწყება პოლიტიკურ დისკურსში საუბარი, ყველა იწყებს ამოვატივებს ისევ კომუნიზმს და ამბობს, რომ ეს კომუნიზმია და ჩვენ დავბრუნდებით ისევ კომუნიზმში, რაც არის აბსურდი და ისევ ჩვენ როგორც საზოგადოებას გვაზიანებს, იმიტომ რომ მეც თავად მიმაჩნია, რომ ბევრი სოციალური პროგრამა უნდა კონდეს სახელმწიფოს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ რაღაცა კოლმეურნეობებში უნდა იყოს კოლმეურნეობებით უნდა იყოს მოწყობილი სოფლის მეურნეობა მაგალითად. ამიტომ თუ იდეალი არსებობს და ისევ და ისევ თანასწორობის იდეალში პრობლემა არ არის. თავად, იმიტომ რომ ალბათ ნებისმიერ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი რაღაცნაირად თანაგანცდა აქვს სხვა ადამიანისაც და ეს ნორმალური არის და გინდოდეს რომ სხვა ცხოვრობდეს ბედნიერად შენივე საზოგადოებაში არის ნორმალური იმპულსი და ამის გამო არ შეიძლება რომ შენ რაღაცამ დიწოდოს კომუნისტი და თქვა მე უკვე კომუნიზმსაც მოყვება ეს შლეიფი ძალადობის და ჩაგვრის და სხვა და სხვა. ერთ-ერთი ელემენტი, ხო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგად სკოლაში მაგრამ მუშაობს ხოლმე, როცა უცებ ბავშვები ხვდებიან, რას ვამბობ, როდესაც კომუნიზმს ვახსენებთ საერთოდ და მნიშვნელოვანი არის ეს ამ განსხვავების ქონა. მეორე ერთ-ერთი რაც არის და ამ შემთხვევაში ეს წიგნი კომბინაციაში უნდა წაიკითხოთ კესლერის მზის დაბნელებასთან ერთად, რომელიც არის აბსოლუტური საოცრად საინტერესო წიგნი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი, კინაღამ თარგმნე, მაგრამ ერთი გვერდი რომ თარგმნე, მე ზვიაც მიწერე და ეგო, ახლა გამოვცემთ ერთ თვეში და ვეღარ ვთარგმნე. თუმცა ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ მართლა კომბინაციაში ამასთან და რატო. ბაიფსი ხსნის როგორ მოხდა დარვინიზმის გავლენით მარქსს გადაემართა მარქსის დარვინიზმის გავლენის გამო და როგორ აქცია მან მისი იდეოლოგია რეალურ პროგრამად, რომელიც დაუკავშირდა გარდაუვალობის იდეას და როგორ დამატა ამან მარქსიზმს ფანატიზმის ელემენტი. მარქსისტის ეს ისტორია და ისევ კესლერი იმიტომ ახსენეთ, კესლერს ჩაშლილი აქვს უშუალოდ რო გაგაცნოთ ძველი ბოლშევიკი დაპატიმრებული ესაუბრება და ამკითხავს ახალ ბოლშევიკს და ამ დიალოგში ის ბოლშევიზმის იდეაზე საუბრობს ზოგადად რატო ჯეროდათ იმის ისაც რატო აკეთებდნენ იმასაც აკეთებდნენ და თქვენს როდესმე შეკითხვა დაგისვამთ რომ სტატების მანიაკი უნდა იყო რომ ესეთი ტიპის ცხოვრებზე წახვიდე რაღაცა მიზნის გამო ეს ტექსტი ხსნის ამას რატომაც შეიძლება იყოს ამის მიზეზი და არის ის რომ როდესაც ჩვენ ისტორიას განვიხილავთ არა როგორც რაღაც ხმოვანებად და ჯაჭვს რომელიც არსაით პრინციპში შეიძლება არ მიგვიყვანოს ანუ არის რაღაცა ისტორია ვითარდება მაგრამ არ აქვს წინასწარ დაწერილი შედეგი ხო ანუ ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ხვალ ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ რა იქნება ხვალ ისევ მოქმედებთ მაგრამ გარდაუვალად ხვალ იქნება რაღაცა ესე არ მოვიაზრებთ ისტორიას და მარქსიზმმა ეს გააკეთა, როდესაც თქვა, რომ მთელი ისტორია ეს არის კლასთა ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება კომუნიზმით. ცოცხლები ვართ. და ესეთ დროს, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ ნებისმიერი ადამიანური აქტივობა აუცილებლად დამთავრდება აი ამ შედეგით, ყველა ვინც ხდება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, საკუთარ პოლიტიკას ახორციელებს არა იმიტომ რომ მის შეხედულებაა ესეთი ან უბრალოდ ესეთ თვის რო სწორია, არამედ საკუთარ თავს მოიაზრებს ისტორიის მექანიზმად. ანუ თვითონ არის ისტორიის შემოქმედი
და აქედან ეს აქამდე არ მიმიქცევია, მაგრამ საქართველოში ძალიან მიყვარს ხოლმე ეს გამოთქმა ისტორიის სწორ მხარეს და არასწორ მხარეს ყოფნა, გსმენიათ ალბათ. და ძალიან პრობლემული ცნებაა თუ ფაილს დაუჯერებთ, იმიტომ რომ როგორც კი შენ ამბობ, რომ შენი ოპონენტი შენ კი არ გიპირისპირდება, არამედ ისტორიას უპირისპირდება ზოგადად, მაშინ შენ მისი განადგურების უფლება არა მხოლოდ პირადი რაღაცა რწმენების საფუძველზე გაქვს, არამედ უკვე ისტორიის გადმოსახედიდან უფლებაც გაქვს, რომ ეს გააკეთო, იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ისევ შენს იდეებს, არამედ ისტორიას ზოგადად. ის ჩვენ კაცობრიობას ვიქნის რაღაცა დაბრკოლებებს და ამიტომ ის უნდა იქნას მოშთობილი და როგორც კი ეს ელემენტი დაემატა მარქსიზმს, უკვე ბოლშევიკებს მიცა საფუძველი, რომ გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს. ანუ ამ ხალხს მართლა სჯეროდა, რომ აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც მათზე უფრო მაღალი და შესაბამისად მათ ამის უფლება ჰქონდათ კაცობრიობის გადმოსახედიდან და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ესე თვლიდნენ, რომ სწორი არის. ნებისმიერი პროცესი, რომელიც აქ არის განხილული და ტექსტში ძალიან უხვად არის ის, რაც შეიძლება ბევრმა ვიცოდით, არ ვიცოდით, აი როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, თქვათ, ეკონომიკის გარდაქმნა, ხო, ანუ ეს თქვათ თავის ხარვეზებით, ჰოლოდომორით და სხვა და სხვა. ჰოლოდომორზე ჩვენ ხა ცოტა ხნის წინ ერთ ვიზინ აღვნიშნეთ ეს თარიღი და ვისაუბრეთ ტელევიზიაში იყო ამაზე გადაცემა, საბჭოთა კვლევის ლაბორატორიასთან ერთადაც იყო შეხვედრა. ჰოლოდომორი ზუსტად ფაილსის ტექსტით ახსნადი ხდება, იმიტომ რომ რაღაცა რაოდენობაზე რო არის მსხვერპლი წესით ნორმალური ადამიანი და გაჩერდა. და რო გეუბნებიან, რომ შიმშილი უკვე ინდონეზია არის, რომ მოხდა 10,000 ადამიანი, უკვე უნდა იყოს იმპულსი ნორმალური პოლიტიკისთვის, რომ რაღაცა არასწორად გავაკეთებთ და გავჩერდეთ. მათთვის ეს იყო გარდაუვალი მსხვერპლი, რომელიც უნდა მომხდარიყო. ეს არ იყო შემთხვევით, რასაც ხშირად აბრალებენ, რასაც შემთხვევით ეკონომიკური რეფორმები გაატარეს და ამიტომ მოხდა შიმშილი, ეს მათ ნებას არ ექვემდებარებოდა, არამედ იყო მაგიტომაც ითვლება გენოციდად, რომ არის წინასწარ განზრახული შიმშილი, იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ ეს სწორი იყო, იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ ხორბალი, რომელიც სოფლად ჰქონდათ, უნდა წაეღოთ ქალაქებში ინდუსტრიალიზაციისთვის მოეხმარათ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ის უფრო მნიშვნელოვანი პროცესი იყო, ვიდრე მაგალითად გლეხების სიცოცხლე. რომ გლეხი თავისი არსით უნდა გადაგვარებულიყო იმ ფორმით, როგორითაც ის არსებობდა მანამდე, რათა დამდგარიყო საბოლოო ჯამში ის კომუნიზმი, რომელიც ყოველმაინც უნდა დამდგარიყო. და რაც მნიშვნელოვანია, არც ლენინისტვის, არც სტალინისტვის ადრეულ პერიოდში, სანამ მათ მართლა სწამთ რაღაცის, პრობლემა ის არის, რომ როდესაც შენ იცი, რომ ნელი პროცესით მსგავსი მდგომარეობა, მაგალითად კომუნიზმი შეიძლება დადგეს 20 წელიწადში, შენ როგორც პოლიტიკოს უბრალოდ ენანება საკუთარი დრო დაკარგო სისულელეებში, იმიტომ რომ თუ მაინც იცი, რომ ეს უნდა მოხდეს, რას უნდა ველოდო, ხო? თუ მაინც ჩვეულებრივი ადამიანი უნდა გარდაიქმნას კომუნისტად, მაშინ ეხავე დავიწყებ მე კომუნისტების შექმნას და ვინც უკვე ჩვეულებრივი ადამიანი არის, არა კომუნისტი, ის უკვე ხდება მხოლოდ სახარჯი მასალა, ფუჭი ადამიანი, რომელიც შეიძლება რომ გაანადგურო, იმიტომ რომ ახალ სამყაროში ამ ადამიანების ადგილი არ არსებობს, იმიტომ რომ ისტორიამ რაც უნდა მოიტანოს, იქ ეს ხალხი არ არსებობს ფიზიკურად და შენ სრული უფლება გაქვს, რომ ამიტომ მოწმინდო ველი და წინასწარ შეამზადო იმისთვის, რაც უნდა მოხდეს 20 წლის მერე მაგალითად. ამიტომ ეს სიჩქარე, რაც ბოლშევიკებს ახასიათებდა, ერთი ნიუანსი არის ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოლშევიკური რევოლუცია, თქვათ მარქსისტული, რუსეთში საერთოდ უნდა მომხდარიყო, არ უწევდა რომ რუსეთში მომხდარიყო, გარემოებების გამო მოხდა რუსეთში, ომი, არასწორი მართვა, ხალხის უკმაყოფილება, ფინანსური კრიზისი, მაგრამ ტექნიკურად რევოლუცია უნდა მომხდარიყო დასავლეთში, რომელიც იყო ინდუსტრიალიზირებული უკვე, გერმანიაში, ინგლისში და თავად მარქსიზმის ლოგიკისთვის ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი ლოგიკური გადასვლა კაპიტალიზმის გავლით, სოციალიზმისკენ, ცოტა დიქტატურა პროლეტარების და შემდეგ უკვე კომუნიზმი. და ის რაც მოხდა რუსეთში არის აბსოლუტურად ანაქრონიზმი, ხდება იქ სადაც არ უნდა მოხდეს და უწევთ დაჩქარება ყველა იმ პროცესის, რომელიც ეს მათაც უნდა გაიარათ ისე ბუნებრივად, შეიძლება 100 წლის განმავლობაში, ხო? ანუ რამდენი წლითაც იყო ჩამორჩენილი რუსეთი დასავლეთისგან, აი ეგ წლები სადეს ბოლშევიკებმა რომ რაღაცნაირად დაეკომპენსირებინათ და დააკომპენსირეს ძალიან დიდი ძალადობის საშუალებით. უბრალოდ ლოგიკა არის კომუნიზმის და ბოლშევიზმის ისეთი, რომ სხვა გზა მათ არ ქონდათ, სხვა პოლიტიკას ვერ გააკეთებდნენ უბრალოდ, ხო? რამდენიმე ნიუანსი არის კიდე ტექსტში, რომელიც ჩვენთვის საინტერესო შეიძლება იყოს, არის კორუფცია და ესეც ჩვენ მარიამას სწორედ ახსენა, რომ რაღაცნაირად ჩვენ ძალიან მაგრა გვეხება სამწუხაროდ და ყველაზე მეტად კორუფცია ალბათ, იმიტომ რომ
საქართველოს ნამოხსენებულია ტექსტში, სასწავლო ამბავია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული, არა, ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო საბჭოთა კავშირის მასშტაბით. სასწავლო ამბავია, რომ პაიპსი გვიცნობდა, მაგრამ სულ ესეა ხომ ისტორიის ტექსტში, სულ ესე ვარ თქო მე სტალინი, ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო. და ჩვენთვის პრობლემური რატომ არის, იმიტომ რომ ამ კორუფციას საქართველოს შეძახიან ქართველობას, რაღაცა ნარატივში ქართველობა ქვია მაგას. ქართული ჯიგრული ამბავი, ხო თუ უბრალოდ ვინც არიცით, ქვეყანაში არ იმყოფებოდით ბოლო 5 წელი პრემიერ-მინისტრმა კორუფციას დაუძახა ქართული ჯიგრული ფონდი. პარლამენტში მოხსენების დროს, წლიური მოხსენების დროს. და ეს პრობლემა არის რა, იმიტომ რომ კორუფცია სხვადასხვა ფორმები აქვს, ფულის აღება ერთი არის, მაგრამ ნაცნობობა, გარეკვა, იმის ნათესავე, სამის ნათესავე, ეგეც ყველაფერი არის კორუფციის ფორმა, რომელიც დღეს გვიშლის ჩვენ ხელს, რომ ცოტა წინ განვითარდეთ, სამწუხარო არის, რომ ეხლა რა იმაში მივდივართ, წყალღით მივდივართ და საითიანაც მივდივართ, ისევ ამკვიდრებს ამ ქართულ ჯიგრულ ფონდს, როგორც ჩვეულებრივ ქართულ ამბავს და თუ არ ვიცი თუ არა, ჩვენმა მერმა ერთ-ერთმა როცა ამხილა კორუმპირებული ერთ-ერთმა ყოფილმა მერმა ადამიანი, რომელმაც მას საათი აჩუქა და ეს მერმა ტელევიზიით გამოვიდა, თქვა რომ აი მე საათი მაჩუქეს საქმის სანაცვლოდ და მე ეს არ ავიღე. 2000 რომელი წელი იყო 5-6 სადღაც უფრო ადრე საქართველოში პანიკა იყო, თბილისში კონცენტრირებულად, რომ ეს არაკაცული საქციე კაცმა გაჩუქა, პაპივიცა და ეს როგორ გააკეთა, ხო, აი იყო ზუსტად ქართულობის წარქმევა. ერთი კურიოზია გახსენილი. ყველაფერს ვერ მოვყვებ, მაგრამ ამ შოუმ, ხო, რაც მოვყვებ, მე გადაიკითხავ და სხვანაირად იკითხებ, მაგრამ კორუფციის სიგიჟეზე როცა წერს, ამბობს, რომ მოსკოვში იყო ერთი დახლი ბაზარში, სადაც კაცი იღებდა ფულს იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მოეწყო ხალხი. ეს ჩვენთვისაც ნაცნობი არის, როგორც მარია მათკოპირული ვართ, აქაც ვინც მან დავიბადეთ და მიწევდა სახელმწიფოში ცხოვრება, ამიტომ უნივერსიტეტიც ვიცით როგორ რა ხდებოდა, მაგრამ ესეც არ მეკონა, როგორ დაგიმალოთ. და რას აკეთებდა? იღებდა ფულს და ეუბნებოდა, რომ თუ ვერ მოეწყო ბავშვი, ამ ფულს უკან დააბრუნებდა. რა ძალიან სწორი მოდელი არის, უკვე გვიანდელ პერიოდზე 90-იანებზე ახლა საუბარი და ნუ აი ბოლო 80-იანებზე სწორედ. და ეს კაცი ძალიან გამდიდრდა, ძალიან დიდ ფულს იღებდა ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მართლა ხვდებოდა რა მე. და როგორც გაირკვა, ეს არავის ამ ფულს არც არავის არ აძლევდა, არაფერს არ რეკავდა, არ აბსოლუტურად შეხება არავის არ იცნობდა უნივერსიტეტში არავის, უბრალოდ ხალხი თავისით ხვდებოდა. და ეს თვითონ როგორც ამბობს, გათვლა ჰქონდა იმაზე, რომ ვინც ახლა მეფული მომცაო, ესე ხო არ იჯდებაო, ან კიდე იჩალიჩებს, რომ სხვასაც მიცეს დაურეკოს, წოწანინა ის თბილისი რაღაც გადაასვიოს, ბოლო იმეცადინოს ამ ბავშვმა, ხო, ანუ ახლა ვიღაცა კაცი დახლით არენდობითად. ამიტომ ის ხალხი ისედაც ემზადებოდა, ზოგი თავისით ხდებოდა, ზოგი იმ დარეკილის გამო ხდებოდა, ზოგი ამ დარეკილის. შესაბამისად 10-დან 8 ეწყობოდა და 2-ს უკან უბრუნებდა ფულს და ეს აქედან მხარეს ჟღერდა, რომ რა გინდა დააბრუნა, აგერ ვერ მოეწყო, მაგრამ დაუბრუნა. ანუ ეს არის ისევ და ისევ ჩვენი კორუმპირებული სამყაროს აღწერის ძალიან კარგი მაგალითი და ნიმუში, რომ რა დონის აბსურდზე იყო დასული საბოლოო ჯამში ეს ჩვენი ურთიერთობები. და ყველაზე ამის გამოწვევი მიზეზი ერთ-ერთი რაც აქვს აღწერილი, რითიც თავად ლენინის უკმაყოფილო იყო ბიუროკრატია, გაბერილი, მეტად, რისი უბრალოდ სხვა გზა კომუნისტებს არ ჰქონდათ, იმიტომ როგორც კი ხდება ყველაფრის ნაციონალიზაცია, ყველაფერს სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, ამას სჭირდება ხალხი, რომელიც ამას გააკეთებს და ბუნებრივად იზრდება სახელმწიფო და სახელმწიფო რო იზრდება მე ფუნქციები, რომელიც უნდა გატეხო 2-3 და ასე შემდეგ, მაგალითად მსგავსი შემთხვევა მაგალითად ჩემთვის საბჭოთა მეტად ცისფერთებს რო თავი დავანებოთ, რეალურად ცისფერთებს აღწერს რა, მაგრამ მაგასაც თავი დავანებოთ, რამდენიმე წლის წინ რომელიღაც მუნიციპალიტეტში თბილისში დეპარტამენტი თავის ეს გამოკვლული აბრით მეილებზე პასუხის გაცემის დეპარტამენტი. ანუ ეს დეპარტამენტი არის რო იცოდეთ რა, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ვიღაცა მუშაობს მეილებზე პასუხის გამცემით. ანუ შემოვა მეილი ეს გაცემს პასუხს, არის დაახლოებით ხვდები როგორც გაიხსნა საერთოდ ეს დეპარტამენტი, მაგრამ ბავშვებისთვისაც უფრო ნათელია ხომ, რომ არის მიტასიშავს გაბერილი კადრი და მეილებზე პასუხის გაცემის დეპარტამენტი რო არ უნდა არსებობდეს ბუნებაში, ეს ყველასთვის გასაგები არის, ხო? და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ჩვენთვის და ძალიან სამწუხარო არის ნომენკლატურა,
რომელიც ძალიან კარგად აქვს აღწერილი პაიპს და ბევრ დროს უთმობს, იმიტომ რომ პრინციპში ნომენკლატურაზე იდგა საბჭოთა კავშირი და არც მეტი არც ნაკლები ადარებს ნომენკლატურას თავად აზნაურობას და ამბობს, რომ იმაზე მეტი წევრი იყო ნომენკლატურის, ვიდრე მექის რუსეთის დროს თავად აზნაურები იყვნენ რაოდენობრივად. საბოლოო ჯამში, როდესაც საბჭოთა კავშირი მის ბოლო წლებს გადიოდა, ნომენკლატურა იყო ძალიან დიდ სიას მოიცავდა და რაც მნიშვნელოვანია იყო მემკვიდრეობითი გახდა. შეიძინა ის ფუნქცია, რომ გადაეცემოდა მამისგან შვილს. გულისხმობ მაგალითად პროფესორი, კათედრის გამგე მამა, კათედრის გამგე შვილი, ექიმების ოჯახი, აი ესეთი მსგავსი ამბები, იმიტომ რომ ისე და ისე არ არის აუცილებელი, რომ ექიმის მამის ექიმის შვილი იყოს. ევნეული ოჯახური ნუანსი. მაგრამ იმ პერიოდში ეგ ლოგიკური იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გზას კაფავს, ხო? და ეს ნომენკლატურას ურთიერთობა მერე უკვე 90-იანებში როცა საუბრობს, კარგად აქვს ეგეც აღწერილი, როდესაც ამბობს, რომ ვინც ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას იყო ნომენკლატურა, იმიტომ რომ კარგავდნენ უდიდეს პრივილეგიებს და პრივილეგიებში შემთთვის უცხო იყო, ეგეც არ ვიცოდი, მაგალითად სასაფლაოებიც კი სიების მიხედვით გაიცემა, პრესტიჟული სასაფლაო, არა პრესტიჟული, იმაზე რომ ყავდა ხო, რა ძეხვი, მანქანა, დაჩა და სხვა. ისეთ ნიუანსებში ჩასული ეს ნომენკლატურის პრივილეგიები, როგორც არის სასაფლაო მაგალითად, ხო? და ამის დაკარგვა ძალიან მტკივნეული იყო, იმიტომ ვინც თუ ვინმე იბრძოდა საბჭოთა კავშირის გადარჩენისთვის, ეს იყო ნომენკლატურა. საქართველოსთვის მას ზოგადი კრებსით სახელი აქვს და შეგვიძლია დაუძახოთ ვაკე. ბოდიში. ვერა როგორც ამბობენ, უფრო დემოკრატიული ის არის, წარმონაქმნი არის, მაგრამ არავის სხვა არ არის ხო ხავაკელები. ზოგი ვართ, ზოგს მეგობრები ყავს, მაგრამ რასიზმ კი ვაკეში ბინები რიგდებოდა და კი ვაკეში რო გავიდი ცენტრალურ ქუჩაზე ხედავ ძალიან ბევრ აბრას, ძალიან ცნობილი ადამიანის და ზუსტად ეს ხალხი არის ნომენკლატურა. პრობლემა მიხვდებოდ სკოლაში სწავლების არის, რომ ხშირად აი ამ თემებს როცა ვეხებით ხოლმე განსაკუთრებით ნომენკლატურას, მე გვიძებს ვიღაცების, რომ ой, ბაბუაჩი, ისინი გვაქვს ხო, იმიტომ რომ თქვა წამკიში წნეთში სამთავრობო დაჩები, ანუ ყველასთვის ამბობთ, კომპოზიტორების სახლი, აკადემიკოსები, ფეხბურთელები, დასახლებებს ვასახელებს სხვადასხვა უბნებში. ეს არის ხალხი, რომელიც ჩვენ ვართ სინამდვილეში და რაღაცნაირად უცნაური არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონანიება გადაღებული გვაქვს, ჩვენ ეგ არ გავკეთები, რაც მონანიებაში არის ნაჩვენები, ხო, ანუ შვილების თაობას არ უარყვია და არ დაუქმია მამების თაობა ისე როგორც უნდა გაეკეთებინა, ამიტომ სამწუხაროდ პრინციპში ჩვენი 90 წლების ფუჭით შეგიძლიათ განიხილოთ როგორც ნომენკლატურის ამბოხება რაღაც ახალი ტიპის საქართველოს წინააღმდეგ, ხო? იმიტომ რომ ანალოგიური რამ ხდებოდა მათთვის, რომ ისინი ნელ-ნელა იწყებდნენ პრივილეგიების დაკარგვას ყოველ შემთხვევაში ზვიადგამსახურდის პირობებში ის იყო დაკერპული ნომენკლატურასთან და ცალსახად ჯაბელიოსელინის წიგნი რო წაიკითხოთ ის პირდაპირ ამბობს, რომ ისეთი კარგი ბიჭები მოდიოდნენ ჩემთან ოჯახის შვილები და ასახელებს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ზუსტად ნომენკლატურის შვილები იყვნენ და არც ის არ გაგიკვირდებათ, რომ ძალიან ბევრ აი იმ ზუსტად ფუჩის ხარეს ხალხს შორის ჩვენ ხედავთ ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის შვილებს და შთამომავლებს, იმიტომ რომ ეგ იყო, ეგენი იბრძოდნენ კი და იბრძოდნენ საკუთარი დიდი ქონებისთვის. შეიძლება სხვადასხვანაირად ითარგმნოს, რა თქმა უნდა, 90-იანების სხვადასხვანაირად შეგიძლიათ აღწეროთ, რომ ვის რა თქმა უნდა, ვინ რას განიცდიდა, მაგრამ ერთ-ერთი ჭრილი ცალსახად არის ნომენკლატურის დაპირისპირება იმ ახალ რეჟიმთან, რომელიც მათ წაართმევდა პრივილეგიებს და სამწუხაროდ პრინციპში საქართველოს ისტორიაში დღესაც ნომენკლატურა, საბჭოთა ნომენკლატურა ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ანალოგიურ ჭრილში მივდივართ ისევ, იმიტომ რომ ისევ 2003-დან 12 წლამდე იყო ერთგვარი ანტინომენკლატურული დამოკიდებულება ხო პრივილეგიებთან და ეს ისევ ხედავთ, რომ ბევრი რამ ისევ უბრუნდება ძველ ჩარჩოს. მე ცოტა იმედიანად ვარ, იმიტომ რომ ეს ტექსტის და სხვას გვაჩვენებს, რომ არის ვართ პროცესში, ჩვენ შიგნით ახანცხოვრობთ ყოველწლიურად განვიცდით ხოლმე, მაგრამ ვართ ძალიან დიდ პროცესში, რასაც ამ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლაში. ალბათ რომის იმპერიის დროს უკვე ცხოვრა, რომის იმპერიის დაცემიდან 30 წელი, რაღაც იგივე სენტიმენტები შეიძლება გქონოდა, ვთქვათ, რომთან ან ჩვენ საკუთარ დამოუკიდებლობასთან,
უბრალოდ დრო გადის და ჩვენ რაღაცნაირად გჭირდება ყველაფრის გადააზრება და ეხლა ვიყავით ზუსტად რომში იყო პრეზენტაცია ლაშა ბუღაძის წიგნის საქართველოს სტალინის წინააღმდეგ და სამწუხარო არის რომ აი ეს ტექსტი ეხა ითარგმნა პირველად, ანუ 50 წლის განმავლობაში უფრო მეტი წიგნია დაბეჭდილი სტალინზე პოზიტიური გაგებით, ვიდრე ესეთი კრიტიკული წიგნი სტალინზე უშუალოდ, ხო? ამიტომ თუ არ გადავიაზრეთ, რაღაცნაირად იძულებული ვერ დავინახავთ, უბრალოდ ყველაფერს დავიდავანებოთ, უბრალოდ არ გიცით რომ იგივეს ვხედავთ, ხო? მაგალითად, ხშირად როდესაც რაღაც აგრესიულ პოლიტიკას საუბრობთ ხოლმე, სიტყვა ბოლშევიზმი წამოხდა თუ დააკვირდებით ქართულ პოლიტიკურ დისკურსს, იქ ბოლშევიზმი ძალიან მაგრა ფიგურირებს, მაგრამ რას ეძახიან, როდესაც ერთმანეთს ბოლშევიკს ეძახიან, ძალიან კარგად არ არის გააზრებული, ხო? და ისევ და ისევ ტერმინოლოგიური, არა მხოლოდ ფაქტობრივი განსხვავებები ან სიზუსტე მნიშვნელოვანია, რომ რაღაც იდენტიფიკაცია მოახდინოთ, რის შეცვლაც გვინდა, თუ ამას არ გავაკეთებ, სამწუხაროდ ვიქნებით ისევ იმ ადგილას. და ბოლოს მეც აღარ მოგიყვებით ზედმეტს, რომ თქვენთვისაც ცოტა ინტრიგა დავდავო, მაგრამ ეხლა ზვიადი მინდა შევიფირო, რომ ერთ წიგნი ვნახე, რომ მე ძალიან მინდა რომ ვთარგმნო და და იმ ტექსტში არის მოგახსენებთ, ეს არის ჰარი მულიშის, აი ხალხს ვეუბნები უკვე, რომ ვიკიდაცას პრეზენტაციაზე ხალხი დაბადიშებული, იგივე ადგილას, იგივე დროს. ჰარი მულიშის თავდასხმაკია, ეს არის ჰოლანდიელი ავტორია და მაგას ვარკვევთ ეხლა ზვიადად და მე რომ რამდენად მე უნდა ვთარგმნო, რომ ჰოლანდიურიდან მოკლედ, მაგრამ ვიცი რომ სხვა ტექსტები ითარგმნებ სხვა ენებიდან, თათ ინგლისურიდან და მაგრამ არ მინდა რომ არ ითარგმნოს რა, ძალიან მინდა რომ არსებობდეს ეს ტექსტი, იმიტომ რომ ეგ არის ალტერნატიული ხედი ნაცისტური გერმანიის, აი როგორ გამოვიდა ჰოლანდია ნაცისტური გერმანული ამ მემკვიდრეობიდან მოუყვება 80-იანებამდე დაწყებული 1954-დან. და იქ არის ერთი ფრაგმენტი, სადაც ყვება ამბავს ანტონზე, რომელიც იყო მისი საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი ჰოლანდიაში, ანტონი ერქვა სახელად. ეს მულიში ამბობს, რომ ანტონიო რო გარდაიცვალა, რომ დამარცხდა რა უკვე ჰოლანდია ნაცისტური, სადღაც 10-12 წელიო ანტონს აღარ არქმევდენო თავის ბავშვებსო. და ესო მიუთითებს რა უმნიშვნელო კაცი იყო ანტონიო, იმიტომ რომ 12 წელიწადში გადაგვიარაო ჰოლანდიელებსო და აი ადოლფსო არ მგონია რომ ჯერ კიდევ იმე დაარქვასო გერმანიაშიო, აი როცა დაარქმევენო, ეს ნიშნავს რომ უკვე დავიწყებული არისო მეორე მსოფლიო ომიო და თუ დავიწყებული არისო, ესე იგი მესამე მოხდება უეჭველიო რა. იმიტომ რომ ადოლფის დავიწყება არ შეიძლება, არასდროს არ უნდა დაივიწყო რა, ანტონი კიდე შეგიძლია რომ რაღაცნაირად წაშალო. ჩვენ შემთხვევაში დავიწყებასთან არ გვაქვს საერთოდ შეხება, იოსებ ჯუღაშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი არის და წარმოდგენილი არის სხეულებრივად საქართველოში ძალიან ბევრ რეგიონში, როცა გაივით ნახავთ მის ძეგლს, ამაზე იყო საუბარი 12 ახალი ძეგლი გაიდგა ბოლო 5 წელიწადში ტურისტების საქართველოში, ყოველ წელს აღინიშნება მისი დღე და ნარატივი მის შესახებ რომ ის იყო კარგი ადამიანი, ახლა გუშინ წინაც ბავშვები მეუბნებოდნენ იმან 10,000 წიგნი რო ქონდა წაკითხული საკუთარი კომენტარებით ეს სტალინს და კალკულატორის დახმარებით ვიჯექით და ვარკვევდით რამდენი ცხოვრება უნდა დაჭირდეს ადამიანს რომ 10,000 წიგნი წაიკითხოს თავისი კომენტარებით და დღეში გამოვიდა 10 წიგნიდან თან ომი რომ უნდა იფრთხილო და მე დავამატეთ რომ აი თან უნდა დახვიდო ამდენი ადამიანი უნდა წაიკითხო ამდენი კაცის დახვრეტის სია ერე ისა სიმონ არ მეთანხმები ბატონო ხო ბოლოს ზომაზე შევიდეთ რომ ალბათ ბუკლეტებს კითხულობდა რაღაცა აგრ გენეტიკა ხო პატარა for dummies for Stalin რაღაც ეგეთი შეიძლება სერია ქონდა რაღაც მოსკოვში ესეთი მითები წარმოიდგინეთ თქვენ მე-11 კლასის დონეზე დღეს ანუ 16 წლის ადამიანმა არაფერი შეიძლება არ იცოდეს ისტორიის შესახებ, მაგრამ იცოდეს რომ სტალინს ჰქონდა 10,000 წიგნი წაკითხული. ეს არის სერიოზული პრობლემა და ისევ კულტურული პრობლემა არის რა, არ გვაქვს სადღაც სწორად გააზრებული ისევ სკოლისკენ გავიშვები ხელს. რომ მე-11-მდე რომ მოვიდა მაგზონით უკვე პრობლემაა, მაგრამ ფიზიკურად მანამდე ამ თემებზე არ ვსაუბრობ სკოლებში, ამიტომ ეს მიდიხარ ოჯახებზე და ოჯახებში არის იგივე გავლენა და პლუს მიდიხარ საზოგადო სივრცეებზე, ნუ პირველ რიგში ტელევიზიაზე, სადაც არ მიხარჯებით საკმარისად იმისთვის, რომ რაღაც იდეები მივიტანოთ სწორად. ლექსებსაც ხოწებთ? ლექსები ფანტასტიკური ქონდა, ხო, აი ილიას უყვარდა, მართლმადიდებელი იყო, ხო, ეხლა აქაც ითქვა, რაღაცა
ყველაზე კარგი მართლმადიდებელი იყო, ბევრი რამე გააკეთა ეკლესიისთვის და ასე შემდეგ ასეთი. ანუ მითები გვიგებენ სინამდვილეში და ეს ტექსტი ზუსტად იყო მცდელობა, რომ ამ მითებს რაღაცნაირად დააგვიგეთ. ისევ გირჩევდით, რომ მისცეთ იმ ადამიანს, ვინც გეტყვით, რომ ის სტალინი იყო. ხო, ბევრი ცუდი იქნა, მაგრამ ხალხს ესეთი ტექსტი ძალიან წესით გამოადგება, რომ მისცემს საშუალებას, რომ თავად ჩასვას ეს მაგრამი იმ დიდ კონტექსტში, რასაც კომუნიზმის ეს 70-წლიანი მმართველობა ჰქვია და ცოტა სხვანაირად შეხედავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც აღნიშნე, ჩვენ რო არ ვარქვათ რა ანტონები, ჩვენ რო იგივე წრეზე არ წავიდეთ და სიმპტომატურად ვიცოდეთ, რას ნიშნავს, როდესაც მაგალითად სახელმწიფო პარტია იღებს გავლენას ბიუროკრატიაზე თავიდან ბოლომდე, ან რას ნიშნავს, როდესაც პარტია იდეოლოგიის მიხედვით ევნის ადამიანებს ისეთ ინსტიტუციებში, რომელიც პარტიული საქმე საერთოდ არ არის და ასე შემდეგ. ამიტომ ვინც იცის და გამოვლილი აქვს და ახსოვს, ეს საკუთარი მეხსიერება აქვს, ის ხვდება მაგალითად დღეს რა პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს ქვეყანაში, ვისაც ეს უკვე მოგონება არის, ის პრობლემად ვერ ხედავს, რატო შეიძლება რომ მუზეუმის თანამშრომლები გაყარო, იმიტომ რომ არ გეთანხმებია, მე რა, ხო, ესე აღიქვამენ და ეს ისევ რო არ ვიყოთ გიჟები პაიფსის მიხედვით და იგივე წრეზე არ წავიდეთ, არ შეიძლება შენ მისცეს შანსი მსგავსი ტიპის პოლიტიკას, რომ ყოველ ჯერზე თავიდან გატაროს ეგ და იგივე წრეზე, იმიტომ რომ ბოლო ყოველთვის ეგ და იგივე არის, ჩვენ გავთავისუფლდებით, მაგრამ იქნება ძალიან დიდი მსხვერპლი, იქნება ეს ერთი ადამიანის სიცოცხლე თუ მთელი თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა, ხო? ამიტომ გვჭირდება, ესეთი ტექსტი გვჭირდება, პაიფს აქვს ძალიან კარგად რუსეთი ბოლშევიკურ რეჟიმის ქვეშ, აქვს რუსეთის რევოლუციაზე ძალიან ბევრი წიგნი, მასალა არის, მაგრამ სათარგმნი არის კიდევ ძალიან ბევრი და ვისურვებდი, რომ როგორც ზუსტად თქვა, უფრო ინტერესის მიხედვით არ მიხომე რაღაცებს, ამიტომ ახლა ჰარიმულში უფრო მაინტერესებს და არ მგონია რომ პაიფს კიდე შევეჭიდო, მაგრამ თუ ამის ინტერესი გექნებათ, შეგიძლიათ მათაც გადახედოთ და თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ამ თარგმნით არის გატაცებული, დიდი სიამოვნებით გურჩევდი, რომ ზუსტად ამ ტექსტებს მიხედოს და ესაკუთრებს თარგმნას. პრინციპში ეს იყო ის მას მინდოდა სიამოვნებით უპასუხეთ თქვენს შეკითხვებს თუ გაქვთ. მე ვერ გავიგე რომელ წელშია დაწერილი. 2003. აჰო, პაიფსი ჩვენთანაც ნამყოფია და არის ოღონდ იმაში, ხო რა ის და თუ არ ვწდები აქვს ელისაშვილს აქვს ინტერვიუ პაიფსთან. ალექსანდრე ოღონდ თუ ელისაშვილი მუშაობდა რადიო თავისუფლებაში როდესმე, რომ ინტერვიუ რაც ვნახე, 21 წლის ინტერვიუა, მაშინ რა ხდება მერია. შეიძლება კიდევ ვინმე? კი, კი ბატონო. არ ვიცი ხა რამდენად კარგად დავხსენ ხამში, მაგრამ მე არ გავიზარდე საქართველოს არის კარგი ისტორია, ზოგადად საქართველოს, მაგრამ ზოგადად ვიცი ხა ამერიკაში სადაც გავიზარდე, there's like ნახრები რუსეთს there's like a fear of like the rise of like populism a lot, and like I think that's kind of like a trend happening in like Western Europe too. Საქართველos, I mean, what would be like in Western Europe you might feel like fascism rising again, like do you ever see like what would be populism for like Georgia now? Like would it not be like it's not going to be necessarily like a regression to communism probably, but like what would be the future if it's not towards like the optimism that you have for like the next steps of development as like we de-influence ourselves like from the Soviet Union? ხო, კარგი შეკითხვა. ჩვენი პოპულიზმი ამ პრინციპში ალბათ არის, ახლა საერთო პატერნები აქვს, ხო, პოპულიზმს, როგორც ასეთი. ჩვენ თუ იმის ვედრებით პოპულიზმში, პირველ რიგში ალბათ უნგრეთი არის, ჩვენს ყველაზე ახლო სამეზობლოში არის უნგრეთი, პოლონეთი, ომში გარშემოება ჩატარდა და უფრო პროევროპელმა მოიგო კანდიდატმა, მაგრამ რატომაც არა, რა ტრამპის რიტორიკა მაგალითად შეიძლება ნაცნობი ყოფილიყო ჩვენთან, თქვა ეს ანტიტრანსგენდერ LGBT ეს არის დიდი კამპოტი соуსი, რომელთანაც ჩვენი პოლიტიკოსები რაღაცებს იღებენ ხოლმე. და ცალსახად ჩდება, ოღონდ აქ rise არ აქვს საქმე უკვე მთავრობაშია ხალხი, რომელიც ამ რიტორიკას ატარებს. ანუ ჩვენთან პირიქით ვთქვათ ოპოზიცია არის უფრო ნაკლებად პოპულარი, მაგრამ ოპოზიციის პრობლემებზე შეიძლება ვისაუბროთ საერთოდ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში უფრო პროევროპელი, თავისუფლება, ლიბერალური დემოკრატია, ესეთი იდეოლოგია გაქვს აქეთ და აქეთ გაქვს ცალსახად ეს პოპულისტური მესიჯები,
რომელიც მოიცავს, რა თქმა უნდა, პირველი ფუნდამენტი ამის არის ოჯახი, ქრისტიანული ღირებულებები და ხო, ეს რაც ვთქვით რა, ანტი-LGBT. კონკრეტი ვახსენებ, მაგრამ რუსეთი უფრო ახლო ის იქნება, წყარო იქნებოდა ჩვენთვის, იმიტომ რომ რუსეთშიც იგივე რამ არის, ხო, რომ რუსეთი დგას და საკუთარ თავს მოიაზრებს, როგორც შემაკავებელი ამ დასავლური გარყვნილების, რაღაც უბედურების, რაც ხდება დასავლეთში. ამიტომ ჩვენთან როგორ გითხრათ, პოლიტიკური მესიჯები რაც არის, ის არ კომუნიზმს არ უკავშირდება აბსოლუტურად, რა უფრო სხვა ტიპის წარმონაქმნი არის, რომელიც ხო, არ ვიცი, რამდენად იდეოლოგიური დაპირისპირება საქართველოში ნაკლებად იგრძნობა ხოლმე, ანუ კონკრეტულად რაღაც იდეოლოგიები რო ვახსენოთ, რა ის სოციალისტები ებრძვიან კაპიტალისტებს, ეგეთ ამას ვერ ნახავთ რა. იმიტომ რომ მაგალითად ის პარტიები, რომლებიც იყვნენ ცალსახად კაპიტალისტურები, პრაქტიკულად შეიძლება უცებ რაღაცა უფასო ბაუჩერების იდეით წამოსულიყვნენ და რაღაცები ეკეთებინათ, ანუ რაღაცა ლიბერტარიანული პარტია, რომელიც ხარს უჭერს უფასო კვებას სკოლებში და სხვადასხვა, ამიტომ ძალიან აზრილი სიტუაცია გვაქვს საქართველოში. მაგრამ საფრთხის თვალსაზრისით მაინც იმედიანად ვარ, რომ რაღაცა კიდე არის ამ პოლიტიკის მიღმა, რომელიც ეგრე არ გაგვარეკებს და რაღაცნაირად დაგვაგებით. ჯერ ამის. ფაშიზმი და ნაციზმი ახსენე. ან მე როგორც გავიგე შეკითხვა, რა ეკვივალენტი გვაქვს მაგის საქართველოში რა შეიძლება ეგრე აღმოცენდეს, დაბრუნდეს ესე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეს გადააზრების, რაც აქამდეც ბევრჯერ ვახსენეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რაღაც არ გვაქვს გადააზრებული. თუ ვთქვათ ფაშიზმს და ნაციზმს გერმანიაში ქონდა ნიურნბერგის პროცესი, ეგეთი რაღაც კომუნიზმს და სოციალიზმს მეტად არ ქონდა. ანუ ეგ რაღაც წერტილი, რომ ჩვენ всё ეს არის ბოროტება, ეგეთი რაღაც მეტად საქართველოში არ ყოფილა. და ძალიან შუმად არის თითქოს გადმოძელილი, ესე ვთქვათ, საზოგადოებაში აი ეს ნარატივები, რაც 70 წლის განმავლობაში იყო ყოველდღიურობის ნაწილი. ამიტომ სანამ ეს გადააზრების მომენტი არ მოხდება, მანამდე რა ფორმით შემოვა ეს ბოროტება ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ქართულ ჯგუფონში თუ წმინდა კომუნიზმის დაბრუნებით, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ საბოლოოდ ავდივართ ისევ იმ იდეოლოგიურ პრობლემებზე, რაც ჯერ არ არის ქართულ საზოგადოებაში გადააზრებული. და როცა გვექნება აი თქვათ აი პროცესის ნიურნბერგის პროცესის მსგავსი რამ საქართველოში, ჩემი აზრით მაგის მერე შეიძლება დავსვათ იმაზე ფიქრი თუ რა განვითარება შეიძლება იყოს ქართულ პოლიტიკურ თუ სოციალურ სივრცეებში. ხო, ნიურნბერგის პროცესი კიდე რაღაც ისევ ფარიმული დაუბრუნდები, იმიტომ რომ მაგით არის საინტერესო, ჩვენთვის გერმანია მქნა ისაც მქნა ნიურნბერგზე, ხო, გაასამართლა რეჟიმი, რაც იყო ნაწილი არის, მაგრამ ჰოლანდიამ აბსოლუტურად სხვა რაღაცა გააკეთა, ის თავისი გესტაპოს უფროსი მისყავდა, არ მახსოვს სახელი, რომელმაც უშუალოდ გაასახლა 70,000 ებრაელი ჰოლანდიიდან. ეგ დაიჭირეს შემდეგ და ცოტა ხანში ციხეში გახდა ცუდად და გაუშვეს. მთავრობა გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ ვერ მოვიქცევით ისე, როგორც ეგ იქცეოდა, ვინც არ უნდა იყოს და ჩვენ ის უნდა გავათავისუფლოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჰუმანისტები. ჯერა იმის, რომ ადამიანი უნდა იყოს რაღაცა, ჩვენ არ უნდა მოვკლათ ყოველ შემთხვევაში და გაუშვეს და გერმანიაში ცხოვრობდა კურორტზე. და ეს რო წავიკითხე, აი ნიურნბერგთან იყო დუეტში რა, რომ ერთი მხრივ შენს ჯი, მაგრამ მეორე მხრივ შენ ამბობ ვინ ხარ შენ რა, შემთხვევაში რომ შენ ხარ ჰუმანისტი, რომ შენ ჯერა ადამიანის ღირებულების რა, მისი ღირსების, ხო? ამიტომ მაგას ვიტყოდი, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ უნდა გავასამართლოთ, კიდე უნდა ვთქვათ ჩვენ რაზე ვდგივართ საერთოდ და სამწუხაროდ განსაკუთრებით დღეს ეს პლატფორმა ჩვენ არ აქვს. ამიტომ ამბობ, ანუ ჩვენი პლატფორმა იდეოლოგიური არ არის ამ შემთხვევაში რა, უბრალოდ არის თავად სახელმწიფოც არის ძალიან უცნაური დღევანდელი ქართული სახელმწიფო, იმიტომ რომ რას წარმოადგენს, რომელი იდეოლოგიას წარმოადგენს, რითი ვიმართებით, რა მოდელით ვიმართებით საერთოდ, ანუ პირობთა დემოკრატია რესპუბლიკა არის, ანუ რესპუბლიკა გულისხმობს ძალაუფლების დანაწილებას, არის ძალაუფლება დანაწილებული სასამართლო დამოუკიდებელია პარლამენტისგან არჩევს, ხო? მოწყობა პირობითად ხო ვარ ფედერაცია, ბავარიას აქვს ავტონომია, კახეთს აქვს ავტონომია,
ვისაც აქვს ავტონომია მართლა, იმას აქვს, ანუ აჭარა არის საერთოდ ავტონომიური რესპუბლიკა. სად იხსნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტონომიურობა, ხო? უმაღლესი ხარისხის ავტონომია აქვს, ბიუჯეტი შეუძლია, რაც უნდა ის უნდა გააკეთოს, იმასაც თბილისი ეუბნება, ხო? ამიტომ ტექნიკურად რაღაცა აღწერებში რომ შევიდეთ, პირველი ალბათ ეგ გასაზრდელი, რადგან ის სახელმწიფო დავრჩით, მას შემდეგაც დავიწყეთ ამ სახელმწიფოს, დაგვიბრუნდა ეს სახელმწიფო რა. რეალურად არის ყველაზე ცუდი აღწერით რაღაც ოლიგარქიული ქალაქ სახელმწიფო თბილისი. აი ეგეთი ამბავი არის და თბილისში მცხოვრებლებმა ეს კარგად იციან, თუ კარგად დაუკვირდებიან, ხშირად საქართველოს მაგივრად თბილისს ამბობენ ხოლმე რა. აი მოვდიოდი იქიდან რა ქუთაისიდან საქართველოში და ბოდიში თბილისში და ანუ სინონიმად ვიყენებთ თბილისი იმდენად თბილისი არის მთელი საქართველო ხო? ამიტომ ვინ მართავს ან პარლამენტი მართავს საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ ვინ ვართ რა? ამიტომ ჯერ მაგაში ვარ დასარკვევები ასე ვთქვა და მე უკვე მარიამ როგორც რაღაც ელემენტებს ვიღებთ ყველასას, მაგრამ ისინი ვთქვათ რუსეთიც არა ვართ. ანუ ეგრეც არა ვართ ხო? პირობითად ძალიან გავს ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობა, ეგრეც არ გავს, იმიტომ რომ ნიუანსები არის განსხვავებები ხო? ძალიან გავს ვთქვათ ისევ ძალაუფლების აგენტების კანონი ვერ გაიტანეს, იქ გაიტანეს მაგალითად ხო? ანუ საზოგადოება იბრძვის, მედია არსებობს და ესე ვართ რა რაღაცნაირად კუნძულები არის სხვადასხვა იდეოლოგიების, წმენების, წარმოდგენების და ხანდახან ვფიქრობ რომ ბოლოს ძალიან ბევრი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს ძალიან პატარა ტერიტორიაზე და ხშირად ზედ მეგობარი ამბობდა რომ ვიზები უნდა დავაწესო და მხოლოდ იმ ადგილებში სადაც დავდივართ ხოლმე ეს ამბა რაღაც და ვიზით რომ ვიაროთ ამ წარმოიდგინეთ ესე როცა უყურებს საკუთარ ქვეყანას რომ მე არ მინდა შეხება მქონდეს არავისთან, უბრალოდ მინდა A პუნქტიდან B პუნქტში მივიდე უსაფრთხოდ და ეგ იყოს ჩემი ბაბლი უბრალოდ რა. აი ეგეთი ტიპის ისა, თუმცა როგორც ახსენეთ ამერიკისთვისაც უკვე არის ეგ დამახასიათებელი. რა ეგეთი დონის მიუღებლობა ხო, მაგრამ ის გადალახვადი არის, ცალსახად გადალახვადია, იმიტომ რომ უარესად დაპირისპირებულ საზოგადოებებში გამდვირთულობა. რაღაცა პლატფორმა გჭირდება რა და ჩვენთვის ყველაზე კარგი პლატფორმა იქნებოდა კონსტიტუცია, რომელიც გვაქვს, წინვალი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას, თანასწორობას, ასე შემდეგ, მაგრამ უნდა იყოს გააზრებული თითო მოქალაქე მდე რაღაცნაირად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის ღირებულებები არის, ის ღირებულებები, რომელთაც ერთმანეთთან ურთიერთობთ. ბატონო კონსტიტუცია რა იდეოლოგია? სოციალ-დემოკრატია და რატომაც არა ხო, ანუ ეგ არის და ის სანამ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ სოციალიზმი არის ცუდი, თავით აი ეგრე სოციალიზმი მოაშორე აქედან პირობითად იმის გააზრება, რომ გერმანიაში სოციალ-დემოკრატია მუშაობს, კარგად მუშაობს და არის არ ვიცი ადამიანზე მორგებული სისტემა. კი, იდეალური არაფერი არ არის, მაგრამ რატომაც არა გერმანია მაგალითად, რატომაც არა ჰოლანდია, სადაც ხა ბავშვი, უფასო ტრანსპორტი, მუზეუმი, განათლება რა გინდა ხო? ამიტომ კი, ეგ შეიძლება იყოს ჩვენი პლატფორმა რა. იმიტომ რომ ისევ იქ გაუფლებებიც არის დაწერილი, ერთი მხრივ გაქვს განმანათლებლური იდეები, ადამიანის ღირებულება და მეორე მხრივ ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოს აკისრია და უნდა ეკისროს ხო? ანუ რატომაც არა ჩვენ სახელმწიფოს მოქმედებას აღვიქვავთ კომუნიზმად, ლიბერალიზმს აღვიქვავთ გეებად, არ ვიცი, რაღაც იგივე წარმოდგენები გვექნება ერთმანეთს. შედეგად ვიღებთ რაღაც ჯგუფს, რომელიც ძალიან მაგრა დაპყრობილი ვიყავართ და ჩვენ გადახდილი ფულით, რომელიც გადასახადი აღარ არის, არის ხარკი, რომელსაც უხდი ვიღაცას რაღაცის გამო, რომელსაც კაცმა არ იცის და რომ ის იყოს ბედნიერი. აი ეგეთი სახელმწიფო მიიღეთ საბოლოო ჯამში. ბასლეინზე რო იაროს ვიღაცა კაცმა სკოლაში ბავშვი უშვადრე მიყონოს ვიდრე მე. მან ვართ ეხლა სამწუხაროდ ხო. მან იარჩი რაღაცა შესაძლებელი მეგობრებო. აქედან ყველანი დროშა ყوار გაქვთ ამ პლაკატზე. ამიტომ გარბიან. აქედან გადის და გადის რა. გერმანიაში 7000 ზედმეტში. კი და სამწუხარო ის არის რომ ადრე ახალგაზრდა და ენერგიული ვიყავი. ისე რომ არა, ეხლა ვფიქრობ ასაკში რომ ძალიან რაღაცნაირი ის არის რა, როგორ გითხრათ, დაფასების თვალსაზრისით ყველა ადამიანს ეს რაღაც აღიარება ფუნდამენტური ღირსების სიამოვნებს და აქ უბრალოდ ძალიან რთულია. მათ 9 საათს სკოლაში მივიდივარ, სამსახურში მივიდივარ, ვარ 3 გზის შეურაცხყოფილი, ის მარტო ორშაბათზე გემოვიდა. 3 შაბათში 4 გზის შეურაცხყოფილი ვიყო. დამცირებული მითხრა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ ვიღაცამ დაგჩაგრა და მოდი დაჩაგროთ არ აღიქმება რა. აღიქმება რომ ეკუთვნის და სხვათა შორის ეგეც საბჭოთა კავშირის ძალიან დიდი
დამსახურება გამიჩნდა ადამიანების უფლებებიანის და უუფლებოებად და ამაში ვარ დღემდე. და ეს დიდი კაცის წარმოქმნა მაგალითად, ხო, ვაჟა საზარევიჩი რაც არის ის ვერტებში, რომ არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ყველაფერი ეკუთვნის და ჩვენ პატარა კაცი ვარ, არ უნდა ჩავერიო, ისინი თვითონ გადაწყვეტენ და ასე შემდეგ. ბევრი ამას გამცირებად არ აღიქვავს, ან ბასლეინზე რო თვითონ მაგია რა, ფიქრობენ რომ ესე უნდა იყოს. სანამ საზოგადოება ამაზე ვიქნებით შეთანხმებულები, ესე უნდა იყოს, ივლიანის ის რა. მაგრამ ისევ რა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ახსნით რაღაცნაირად შეიძლება მივიტანოთ ესეც ხალხამდე, რომ ესე არ შეიძლება. იმაში რომ ბევრების გადახრება, ესე არ შეიძლება. ხო და სამწუხარო ეხლა ოპოზიციას ვასწრებს პოლიტიკური შეხვედრა აქვს, მაგრამ პლატფორმები შესაძლებელია და კონკრეტული პლატფორმები. ამაყებად მე ვარ სოციალ-დემოკრატიას და თავისი ორთოდოქსული გაგებით ამას ვიზიარებ რა. რომ ჩვენს მოქალაქეებმა ვიცოდეთ ის რა თქმა უნდა კონკრეტულად რა პიროვნულად არა იდეოლოგიურად რა შეიძლება ვიღაცას დაუჭირონ ხარი და იმედი მქონდეს რომ რაღაცა შეიძლება რა. რომ ხალხი ხდება და იდეოლოგიები რჩება მაინც. რომ იდეოლოგიებზე ვიყოთ დამოკიდებული. მაგრამ კორუფციას არაფერი არ უშუალო. აი თქვენი აზრით როგორ უნდა იბრძოლო? ჩვენ გამოცდილება ვარ კონდეს კორუფციის დამბრძოლის ეგრეთ ვიტყოდი მეც მაგრამ გვაქვს გამოცდილება რომ უნივერსიტეტის გეკეთვა 2002 წელს კორუფცია როდეს მე არ იქნებოდა მაგალითად უნივერსიტეტში მინდა იჯერებ ამიტომ რომ ილუზია არის ეგ მაგრამ ხო ფაქტია რომ მოხდა რა იგივე როგორც თქვა კანონიერი კურდები და ასე შემდეგ მაგრამ ყველაფერი აქ ნების საკითხი არის რა როგორც ნაციონალიზმის თეორიებშია იმისთვის რომ ერი არსებობდეს პირველი ეს პირობა არის ნება ასე უნდა ხალხს რომ ერი იყოს მე უკვე რაღაცას ფიქრობს რა ჩვენ დაგვეთა რომ იქნება არაკორუმპირებული, არა კორუფციას, ხო? მე შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ეხლა დღევანდელი ჩვენ დაგვეთა სამწუხაროდ არის მშვიდობა. და ამ მშვიდობაში ვცვლით კორუფციას, ამ კორუფცია არის ის ხარკი, რომელსაც ვიხდით მშვიდობის გამო. ხო, ანუ საომარი მშვიდობა რაღაცა, აქვს რუსეთი, ხო, რა, რომელიც არც ის, მაგრამ რელატიური მშვიდობა, თქვათ უკრაინის ომს თუ განვიხილავთ, რომ ეხლა ისეც არ არის მშვიდობა, ხო? როგორც ერთმა მოქალაქემ რომელიც ამას წინათ შეხვდა იაგოშველება საუბარი ქონდა და ძალიან არ მოველოდი რომ უცნაური საუბარი იყო ძალიან და რაღაც მომენტში მოსმე მგონიაო რომ ჩემი ბრალია ოღონდ ძალიან ჩემსკენ რა ყველაფერში და ფაქტი მაგრამ მე ამბობს რომ მე მგონია რომ ჩემი ბრალია აი ახაც ხანდახან ეხა ბომბი რო ჩამოვარდეს ხო ერთიო ჩემი შვილი რომ მოხდეს მე მანდ დავამთავრებ ომს რა და ამაზე რომ მეფიქრება სულ მგონია რომ ჩემი ბრალია რომ თავრობა მაგ პოლიტიკას აწარმოებს იმიტომ რომ სადღაც ალბათ ვიცის რომ ესე ვფიქრობ რა ხო და ეგეთი დიდი პასუხისმგებლობა აეყო თავის თავზე ადამიანს რომელიც არ არის თავრობის მხარდაჭერი ძალიან გამიგვირდა რა იმიტომ რომ ტიპი იაზრებდა რომ თვითონ თავისი შიშები არის ის რაც ასაზრდოებს თავს ტიპის პოლიტიკას რა და ეს ძალიან საინტერესო ისე ამიტომ ისე ქურდული სამყარო კორუფცია, სხვა ბევრი სხვადასხვა რაღაც რაც გამიკეთებია ქართველებს და მოგიშორებია. ჩვენი გაკეთებული არის როგორც საზოგადოების და როგორ უნდა გვაძლევდეს ეს ოპტიმიზმი, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია და ვიზამთ რა. რო არ გაგუკეთებინოს, ვიტყოდით რომ შანსი არ არის, მაგრამ აგერ კაცი 2003-ში ტექსტებს და მოსულო საქართველოს იყო ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო და ეხლა უკვე მაგალითად დღეს მე ბოლოს როდის მივედი კორუფციაში მონაწილეობა არ მაქვს. ერთმა დაწერა გონგონგის პრეზიდენტი რო იყო, ცნობილი რო არის. ის თქვა უნდა დაიწყო და როგორ დაიწყე მე თვითონ იქ გონგონგში. ამხანაგები ხო ვიცი რას აკეთებს, მაგრამ უფროსი იყო, უფროსი იყო რა. ჩავსვათ ორი კაცი. 2-3 ხო ვიცნობ ის რა გააკეთე და ჩავსვათ. ეხლა აქ რო გააკეთო, ეხლა რა იქნება? არა, ხო და ვისთვისაც მოდელი არის კორუფციის, ამას არ გააკეთებს. დანარჩენი? ეხლა ჩემი რიგია. ხო. ჩემი რიგია. ხო, ისე. სანამ დამიგროვდა ბევრი კითხვა იმისა, უბრალოდ რაღაცა ბევრი კითხვა მიგროვდა. ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. სიამოვნებით ვისმენთ ხარ. რამდენიმე კითხვა მაქვს, ან უკლეთ კითხავთ. კარგად არა ვარ ეხლა თქვა გაცნობიერებული არა მაქვს მე, ან ბევრი რამე არ ვიცი ამ კომუნიკის შესახებ. ეხლა კითხვა მაქვს, რომ აი ეს იდეა, პროცესი და შედეგი, ხო? იდეა როცა იქნებოდა თავიდანვე გააზრებული იყო თუ არა შედეგი, ეს ერთი.
მეორე, მიუხედავად თანასწორობის და თანაბრობისა და ამ ჯგუფებში გაერთიანებისა, ხო, ეს კოლექტივი და ასე შემდეგ რაც იყო. მაინც იყო თუ არა იქ გათითო კაცება გააზრებული, რომ ეს იქნებოდა შედეგად დღესაც არის ამის ნაშთი არის, ასე ვფიქრობ. და კიდე მოგშეკითხვა, ბავშვებს როცა ესაუბრებით სტალინზე, ეს მაგრამ კიდე მუშაობს თუ არა რაღაც ოჯახების გავლენით და ასე შემდეგ და სიტყვა არ მომეწით მეოთხე შეკითხვაც გამიჩნდა, არჩევნებზე თუ ამბობს რამეს. ისა? ხო. არჩევნები როგორც მაინც რაღაც ხო, არა, არჩევნების მნიშვნელობაზე არ საუბრობს. აქვს ნახსენები, როგორ ჩატარდა არჩევნები, პროჟექტები როგორ ჩაატარეს და მე როგორ გავაკეთეს, მაგრამ ზოგადად ის რომ უნდა იყოს დანიშნული, მაგრამ რაღაც ფორმალურად ხო ტარდებოდა როგორც ვიცი რა. ხო, მაგრამ პარტიული არჩევნები რამე არჩევნები ეს ხო. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, იდეალის იდეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ გულისხმობს განხორციელებას. ის ამბობს უბრალოდ, რომ მაგალითად მორელი ყავს მოყვანილი ფრანგი ასევე ტოპისტი, რომელიც პირდაპირ შესავალში ამოსვება არ მეცეთ არ თქვათ, რომ მე ამის გაკეთება მინდა, იმიტომ რომ შეუძლებელია, მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ, აი იმეჯინ რაც არის რა ჯონ ლენონის არგეუნება, რომ წარმოვიდგინე არ მომგროგო, გეუბნები რომ კარგი იქნებოდა. ამიტომ იდეალი ჩახსნილი არის, ანუ ყველა ვთქვათ პლატონი მოყავს ეს მორელი მოყავს ეს პრე-მარქსისტული utopistები, რომელიც უბრალოდ ამბობენ, რომ აი მოდი ესეთ სამყარო წარმოვიდგინოთ რა. იქ არის დოქტრინის ნაწილი, რომელიც გეტყვის როგორ უნდა მიაღწიო ამას. ამიტომ პრინციპში ყველა utopistი უბრალოდ არის ადამიანი, რომელიც წარმოისახავს თანასწორ სამყაროს. არაფერი ხო, აი ეს რო ესე იყოს, ეს იქნებოდა, ეს ფული რო არ იყოს, ხურდობა არ იქნებოდა, ფული მძიმე იქნება, ჯიბეში ვერ ატარებს, ამიტომ ხურდობა აღარ იქნება. ერთი საჭმლის მაგიდა თუ იქნება, ადამიანი თავისთვის სახში ბევრს არ შეჭამდა და უფრო ჯანსაღი იქნებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ უბრალოდ არის გონებრივი ექსპერიმენტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდებოდა მართლა რო იყოს თანასწორობის იდეალი განხორციელებული. მარქსის მუღამი არის რომ არა, ეს არ არის უბრალოდ იდეალი, აი ესე უნდა მივახციოთ. და ეგ არის ზუსტად პრობლემა, რომ აი ესე უნდა მივახციოთ, იმიტომ რომ პრინციპში მაგალითად გერმანიის და სხვებს რო ახსენებ, მათ მარქსის გზით არ მიუღწევიათ მარქსიზმის, ანუ სულ ტრანსფორმაციას განიცდიდა ხო, ეგ ეწოდებული რევიზიონისტები. სულ ავლებს რა თქვა, იმუშავა, არ იმუშავა, რაღაცა შეიცვალა კონტექსტი, შეიცვალა აღმოჩნდა რომ კაპიტალიზმის ხონაერად რეაგირებს რაღაც საკითხებზე, ისი იუნიონ პროკავშირები ისე მუშაობს და რა ისე უფრო ეფექტური აღმოჩნდა რომ ზოგადად და სხვადასხვა ამიტომ ვინც რეალობა გაიაზრა და არაორთოდოქსულად ბიოსაკირს მიიღო რეალური პროგრესი და ვინც შეეჯახა უშუალოდ მარქსის ტექსტით, ყველგან ფაქტობრივად ერთ და იგივე შედეგზე გავიდა. და სტალინსაც შეეხება სტალინზე ის მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ ხოლმე, მაგრამ თუ გაინტერესებს ყველაზე დიდი ან ბავშვები არ გორის სტალინის მუზეუმში წადით და მათ ნახავთ აი ამ ხელა მაგრამ არის ხლა ბავშვები თავიდან ერთი მოდის ის ოფიციალური ნარატივი რაც სტალინზე უნდა ითქვას სახელმწიფო მასში გაწერილი და მაგრამ და მე ბავშვებს ხო, ბავშვებმა ბევრი აფერესი, მაგრამ ისე მე სხვა ტიპის სკოლაში ვასწავლი, საჯარო სკოლა, გორი, რეგიონს განაჩნია, სხვა. ამიტომ ისევ რა როგორც პრობლემა ერთ-ერთი არის ის, რომ ზოგადად ისტორიას როგორ საქართველოს ისტორიას როგორ უყურებთ რა და მეცნიერად ისტორიკოსი ამეთანხმება, მაინც უფრო რაღაც მონუმენტური აქვს რა, ანუ ნაკლებად შევდივარ დეტალებში, რაღაც ფიგურები ყავს წარმოჩენილი და ანტიკვარიატ თვით უყურებთ მათ. ან დიდი რაც ჩანს, ის არის ჩვენი ისტორია და სტალინი ყველაზე მაგრად ჩანს. ისე ცუდად ჩანს, მაგრამ ხო ჩანს. აი ამ ჩვენი ის არის ხოლმე რომ მარტო ახლა ახაც რო ჯორჯი რო ეწერა, იხარია ხო რომ საქართველოს რაღაც იყოს, ეგრე იყოს რა, თქვათ იქ ციგნი რომელსაც ვასწავლი, ტყვეთა ვაჭრობაზე წერი ვარ და კარგია, მონები ვარ. გათითო კაცებას რაც შეეხება, არის ეგეთი წინადადება, რომელიც ასახავს ამ გათითო კაცება ნიშნავს, როცა გააზრებული არ აქვს, რომ რაღაც დიდი ერთობის ნაწილი ხარ. სახელმწიფო ყველაზე დასავლური კატებით არის გაცნობიერებული ერთობა ამ ინდივიდების, ხო, რაღაცნაირად ყველას გააზრებული გაქვთ, რომ კი ჩვენ უნდა თანასწორობა ვაწარმოოთ აი ამ პრინციპებზე. აქ არის ესეთი ფრაზა, რომელსაც კორუფციის ფორმულად აქვს, რომ რუსეთში არსებობდა ფრაზა, თუ არ პარავს სახელმწიფოს, ესე იგი პარავ შენ ოჯახს. და მაგით აღწერს, რომ წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც ტიპი, რომელიც სამსახურში გადის ცნობიერებით, რომ ეხლა
რაღაცა უნდა მოყაროს იმას სახელმწიფოს, იქნება ეს რაღაცა დარიგებული ფურცელი სამსახურში, სტეპლერი, ღვინო გეორგობის თვეში და სხვადასხვა ხო ღვინო თუ გახსოვთ გეორგობის თვეში ყველა უსხავს ამ თავის ნაცნობებს, ხო? და იმის გაცნობიერება რომ ეს ჩვენი არის და ჩემი არის მათ შორის არ არსებობს და კი ესეთ სიტუაციაში იღებს საზოგადოებას, რომელიც ყველა ერთმანეთისფერი არის. დღესაც რა მაგალითად რომ გააჩეროთ ადამიანს რომ რიგში მომასწრებ, ეთქო შენ რა გინდა, ანუ ვერ ხდება რომ მე ვარ ის რიგი თვითონ რომელსაც ასწრებ, სხვები რა მინდა, ხო? მაგრამ ყველა გამიყილავს რომ შენ და გეუბნებ რომ თუ შენს გეჩქარება, მაშინ შენს გამოდიდა და არ ხდება. ანუ იმას კი არ ამბობს, რომ პრინციპები უნდა არსებობდეს და სხვა ერთიანებს, გეუბნებ რომ იზრუნე შენ თავზე. იმიტომ რომ მე ახლა თუ რამეს ვარღვევ მე ინდივიდუალურად თითქოს მე ვიყო მარტო ამ რაღაცა იმაში ერთობაში, რასაც შენ ეძახი საზოგადოებას და ერთობას, ამაში არ არის ერთობა. ამიტომ მაგალითად ამ საბჭოთა კაცების ეს სახელმწიფოსგან გაუცხოების მაგალითი არის E90-იანების ჩვენი მშენებლობები და საერთოდ მაგას ვთქვათ. აი ლისის ტბა ჩვენსაც სკოლა გვაქვს, იქ რომ მიდიხარ, ეს მიდიხარ ასფალტი, გზა, კორპუსი, ცოტა გზა, გარაჟი, ცოტა გზა, სკვერის ისე გარაჟი და ერთადერთ ხელა რუსი წვილი უნახე ქართველებში დარადგილის ცოტა სტადიამდე. და ეს გაგურებული წვილი ეტლით ბავშვი ეჭდა და ასე იღურებოდა. დასავლეთ აი ახლა რა გავაკეთე, დამთავრდა რა გზა და დაიწყო გარაჟი. და ანუ აი ეგ რაც გავაკეთეთ ჩვენ თვითონ გამოვხატავს, რაც სულ გვინდოდა ამ 70 წლის განმავლობაში ჩვენ გადადასვა აქცია საბჭოთა კავშირმა იყო ხალხი, რომელსაც როგორც თავისუფლება მისცა, ყველამ საკუთარი აიღო რაღაცა იმ საერთო წილისგან სახელმწიფოს ეს საკუთარი მონოპოლი იყო ყველაზე ჩვენი. ეხლა გავდივართ ძალიან დიდ, ამიტომ ვიხარი ახლა ყოველთვის დააკვირდებით, რომ რაღაცა ყველამ ერთად ძაღლი გადაარჩინეს ან წყალდიდობაში ყველა შოუში ყველანი წავიდნენ და გაგურებულებს ვთქვათ, რომ თურმე შეგვიძლია რა და ეხლა ნორმალურ საზოგადოებაში არ უგვირთხო. ყოველ აბრამა გავაკეთებდნენ და გვიტყობდნენ ხალხი მომყარებდნენ არ ვიზამდით ამას რა, მაგრამ ჩვენ აი მაინც რომ აგერ ესე იგი ცოცხლებს ვართ როგორც საზოგადოება, ესე იგი რაღაც კრებები გვაქვს როგორც ერთობას და ასე შემდეგ. ნუ სამუშაოდ კიდე ძალიან ბევრი არის. კარგით. აღარ შეგაცნით, მაშინ ძალიან დიდი მადლობა და კომენტარები.